საქართველომ დაკარგა დიდი სულიერი მამა, ერის პატრონი და ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გულშემატკივარი. ჩვენი პატრიარქი, უწმინდესი და უნიტარესი ილია მეორე. ის დასვენებულია სამების ტაძარში, სადაც ხალხის ნაკადი არ წყდება. აქ იმყოფება მისი მრევლი, რომლებიც პატივს მიაგებენ საყვარელ პატრიარქს. ძალიან რთულია პატრიარქზე წარსულში ვისაუბროთ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პატრიარქი არ წასულა ჩვენგან. ის ერთი განზომილებიდან მეორეში გადასახლდა, სადაც უფალს საქართველო უნდა შეავედროს. მისი გაკეთებული კეთილი საქმეები ძალიან ბევრი ახსოვს ქართველებს. უამრავი ეკლესიის მშენებლობა, მესამე და მომდევნო ბავშვის ნათლობა. მან დაუბრუნა საქართველოს ავტოკეფალია, ერს წმენა გაუძლიერა და უფალს უფრო დაუახლოვა ის. პატრიარქი სიყვარულს ქადაგებდა მუდამ და ამბობდა, რომ მისი მოღვაწეობა გავდა მზიან ღამეს. კარგად ჰქონდა გათავისებული მისი პასუხისმგებლობა ხალხისა, ქვეყნისა და უფლის წინაშე. დღეს ის უფრო ახლოსაა უფალთან და მისი ლოცვით შეეწევა საყვარელ საქართველოს. მოკლედ, რო ვთქვათ, ახლა ყველა სიტყვა უძლურია იმის გამოსახატავად, რაც ჩვენს გულებში და ჩვენს ქვეყანაში ახლა ხდება. ჩვენი საყვარელი პატრიარქის გარდაცვალების გამო აი ეს ხალხის ნაკადი, რომელსაც ახლა ვხედავთ აქ, არ წყდება. ტაძარი 24 საათი ღიაა და ეს არის არნახული სიყვარულის დაბრუნება, რომელსაც ხალხი უბრუნებს მადლიერების ნიშნად. პატრიარქს და ნამდვილად მადლობა მას აი დიდი ძალიან მოღვაწეობისთვის, რომელიც მართლაც შეუფასებელი არის, იმდენად დიდია და რა ვიცი, მადლობა უფალს, რომ გვაჩუქა ესეთი პატრიარქი, რომ ჩვენ ამ დროში მოგვიწია ცხოვრება, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება და აი ნამდვილად კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ქართველ ხალხს შეუძლია სიყვარული და საჭირო დროს გაერთიანება და აი ესე ლამაზად, აი ესე უწყვეტად მოდის ქართველი ხალხი და ღმერთმა ინებოს და ჩვენს მოგვასწროს იმას, რასაც პატრიარქი თვითონ ოცნებობდა ყოველ ცხოვრებაში და ცდილობდა და ნამდვილად შეძლო ეს, რომ გააერთიანა ქართველი ხალხი აი თავისი აი სიყვარულით და გამოჩნდა ეს მისი გარდაცვალებისას, რომ ნამდვილად ხალხი ერთიანად მოდის აქ არავინ ახლა ერთმანეთს აღარ უყურებს. მადლობა მას ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ. პატრიარქი ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა სხვადასხვა მიმართულებით. მის მადლიერებას კი არასოდეს ივიწყებს მისი სულიერი შვილები. რთულია საუბარი ზოგადად პატრიარქზე. ალბათ ყველასთვის რთულია, უბრალოდ მინდოდა მადლობა მეთქვა. მე ვარ ადამიანი, ვისაც მან მისცა განათლების შესაძლებლობა. სემინარია დავამთავრე და ჩემთან ერთად მრავალი წლის მანძილზე არაერთ ახალგაზრდას მისცა ამის შესაძლებლობა. მოგცა განათლება და გვაჩუქა მომავალი, ამიტომ მადლობა მას ამისთვის. ყოველთვის გვემახსოვრება და ყოველთვის მეყვარება. ძალიან დიდი მწუხარების დღე არის დღეს ეს დღეები საერთოდ და რაც უფრო მეც გაიაზრებს ადამიანი, ქართველი და არა მარტო ქართველი ადამიანი, მიხვდება, რომ რა დიდი გონიერების, პატიოსნების, წესიერების ადამიანი ბრძანდებოდა ამ ქვეყანას უვლი და სულიერების თვალსაზრისით, განათლების სისტემას უვლი და ახალგაზრდობის პრობლემატიკას უვლით, მშვიდობის პრობლემატიკას და პატივისმცემელი იყო ყოველთვის განვითარების, დემოკრატიის და მე მას აი თითქოს არ მიჭირს ხოლმე საუბარი, მაგრამ თავი რომ მოუყარო ყველაფერს, მაინც რთული ერთ-ერთი კაშკაშა ვარსკვლავი იყო ადამიანი, რომელიც ქვეყნის განვითარებას ხელს უწყობდა. ძალიან განვიცდით. მე შვილი მყავს დაღუპული და როგორი ყურადღება გამოიჩინა იცი მან ჩემი ქალიშვილის მისამართით 18 წლის გოგო წავიდა ამ ქვეყნიდან ავტოკატასტროფაში, ოჯახმა ვიქცენით, სამეზობლომ სანათესაო და ძალიან მიყვარდა უწმინდესი პატრიარქი, ძალიან რაინდი ადამიანი იყო, ვაჟკაცი ადამიანი იყო და ყოველთვის გაჭირვების დროს გვერდით ედგა თავის სამშობლოს, თავის ხალხს და არა მარტო
იგი ჰუმანური ადამიანი იყო მსოფლიო მასშტაბის, იმიტომ რომ მშვიდობას და რაღაცა ადამიანურს ცემდა იგი პატივს და მოვედი რათა ქედი მოუხარო მის ხსოვნას. ყველას არ ვიცი, შეიძლება საუკუნეები დაჭირდეს, რომ კიდე ესეთი ადამიანი დაიბადოს და რა ვიცი, თან ახლა რთული პერიოდია და ღმერთის მადლით, ღმერთის წყალობით იქნებ გადარჩეს ბევრი ადამიანი, სახელმწიფოები და გადარჩეს ბუნება და გადარჩეს განსაკუთრებით ახალგაზრდობა, იცით, აი გულანთებული რო არის, გმირობა რო უნდა და კარგი დამრიგებელიც ჭირდებოდა და ყავდა ესეთი დამრიგებელი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სახით. ბევრი შეიძლება, ბევრი დაიწერება, ბევრი ტომები მეცნიერებაშიც, ადამიანურ გულებშია, ნახა უკვე გულებში თავისი ადგილი და ხეც უხრი პატრიარქს და ბედნიერი ვარ, რომ რაღაცნაირად მან ძალიან ბევრი გააკეთა. ძალიან დამწუხრებული ვართ, აი ძალიან პირდაპირ ჩვენი გული გახეთქილია შუაზე. რა გითხრათ, აბა? ღმერთით პატრიარქის სიკვდილი, მთელ საქართველოს ხედავთ რა დღეში ვართ. ხო და იმედი მაქვს, რომ ამ პატრიარქის სიკვდილი გაერთიანებს საქართველოს. აი ამის იმედი მაქვს ძალიან. იქნება მიხვდეს ხალხი, რომ აი გაჭირება როგორ გაერთიანებს ჩვენ და იმედი მაქვს, რომ შერიგება მოხდება, გაერთიანება მოხდება ღმერთმა ხმას. პატრიარქსაც ეს უნდოდა და ალბათ იქედან, ზეციდან, უფალთან იქნება უკვე და დაგვეხმარება ალბათ. აი ამის იმედი მაქვს. ღმერთით ამის იმედი მაქვს. პატრიარქი ყოველთვის ქადაგებდა სიყვარულზე, მიმტევებლობაზე და სიკეთებზე. გავლენ წლები, საუკუნეები და ილია მეორის სახელი მუდამ დარჩება ქართული მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლოდ. ბოლო წლებში იგი მოუხმობდა ღმერთს სიტყვებით: დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. ჩვენმა პატრიარქმა გააერთიანა ერი. არასოდეს ყოფილა ქართველი ერი ასე ერთიანი და სრულყოფილი, როგორც სამების ტაძარში პატრიარქთან დასამშვიდობებლად. არც დაღლა, არც დრო არ არსებობს მათთვის. ისინი დიდმა მადლიერებამ და სიყვარულმა მიიყვანა სამების ტაძარში. ყოველი ქართველის გულში დიდი ტკივილი და მწუხარებაა. ყველას კარგად გვაქვს გათავისებული, თუ როგორი დიდი ადამიანი და სულიერი მამა დავკარგეთ. დროთა განმავლობაში ეს ცნობიერება უფრო გამძაფრდება და უფრო მეტად მივხვდებით, როგორი პატრიარქის ეპოქაში გვიცხოვრია, რაც ძალიან საამაყოა ჩვენთვის. მადლობა მას სიყვარულისთვის, გადარჩენისთვის და უფალთან ჩვენი მეტად დაახლოებისთვის. საქართველოს პატრიარქს, მის უწმინდეს და უნეტარესობას ილია მეორეს დაკრძალავენ ხვალ 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში. ეს მისი სურვილი გახლდათ და ქართველი ერი და საპატრიარქო მის სურვილს დიდ პატივს ცემს. საქართველო ემშვიდობება ყველაზე დიდ ადამიანს, რომელსაც უპირობოდ უყვარდა საქართველო. საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ, საქართველო მიყვარხარ.